სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ორიოდე სიტყვას გეტყვით კიდევ და მერე დავიწყოთ შემდგომის წესის შესრულება. ადამიანის ცხოვრება არის მცდელობა ისწავლოს სიყვარული. ჩვენ ყველა მაგისთვის ვართ აქ, რომ ეს სიყვარული ვისწავლოთ. ამიტომ რადგანაც ადამიანს თვითონ ცდილობს რომ ისწავლოს სიყვარული, ესე იგი სიყვარულის ნაკლებობა გააჩნია. და თუ შინაგანად ეს სიყვარულის ნაკლებობა გააჩნია, ეძებს ღმერთის მოწყალებას და ღმერთის მოწყალებას ეძებს შემდეგ ადამიანებში, ვინც გვერდზე ყავდა. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ ასეთი სიტყვა ვთქვა. ჩვენ ხო ყველა ერთმანეთისგან ველოდებით სიყვარულს, სითბოს, ნუგეშს და სწორედაც აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე, როცა მეორე ადამიანი მოდის, ჩვენ მოწყალენი უნდა ვიყოთ ამ ადამიანების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს, ჩვენს დაცემულები ვართ, ჩვენს ვცოდავთ და ბევრი უძლურებები გვაქვს ძალიან, მიუხედავად ამისა. აი, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, იცით, აი, როდესაც ადამიანი ლოგიში წერს და თვითონ უძლური არის, შინაგანად ალბათ ასეთი მდგომარეობა აქვს, რომ სხვამ უნდა მოუაროს, მოვიდეს, წამალი მოუტანოს აჭამოს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი რაღაცა, რომ ნამდვილად შეგვწევს იმის ძალა, ვინც ჩვენთან მოვა, ჩვენი მიუხედავად ჩვენი უძლურების გამო, ჩვენი მოწყალე თვალები, ჩვენი მოწყალე სიტყვა გავატანოთ. შეიძლება საქმით არ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე, მაგრამ ეს მოწყალება ხო შეგვიძლია. სწორედაც განკითხვის დღეც, სწორედაც აქედან გამომდინარე იქნება, როგორი მოწყალენი ვიყავით ერთმანეთის მიმართ. მით უმეტეს ცოდვებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ცოდვა რა არის? ეს არის, როცა ადამიანი გადაუხვევს ღმერთის გზიდან, ღმერთიდან განშორებული მდგომარეობა არის. ღმერთის საწინააღმდეგო საქმის კეთება არის. ამიტომ ჩვენ რას ხედავთ მეორე ადამიანებში? თუ ერთმანეთში ცოდვას ვხედავთ, ეგ გასაგებია, მაგრამ მეორე ადამიანებს, ანუ ვინც ჩვენ გვერდია, იმათაც ხომ ეშლებათ. წმინდა მამები გვეუბნებიან ასეთ რაღაცას, რომ თუ ადამიანიო მოგიტანსო სიტყვასო და რომ მეორე ადამიანმა შესწოდაო, არ დაიჯერო. იმიტომ რომ შესაძლებელია ამ ადამიანმა მცდარად დაინახაო, ან შეიძლება მართლაც დაინახა, მაგრამ საინტერესო საერთოდ არ არის მეორე ადამიანის განკითხვა, იმიტომ რომ როცა ჩვენ მეორე ადამიანზე ვლაპარაკობთ, რომ რაღაცა შესწოდა, თანამონაწილე ხდებით ამ ადამიანის ცოდვის. შესაძლებელია საერთოდ არ შეუცოდავს და ცილის წამების ცოდვაშიც ვიმყოფებოდით. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ თუ დაინახავ, რომ ადამიანის ცოდავსო, შეხედავ, აი მაშინაც არ დაიჯერო, რომ ცოდავს. იცით რაში არის საქმე? ადამიანისთვის საინტერესო არ არის ნამდვილად ხედავდეს მეორე ადამიანის ცოდვას. მაგრამ თუ მაინც ცხადად ხედავთ, რომ ადამიანის ცოდავს, გამოიჩინე გულმოწყალება, მიდი და სიყვარულით ანუგეშე. იმიტომ რომ როგორ ფიქრობთ ჩვენ ახლა მით უმეტეს ვინც ტაძარში დავდივართ, როგორ არ ხვდებით რომ ვცოდავთ? ასე თუ ისე ხო ხვდებით. და რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მე მახსოვს ჩემ ცხოვრებაში, რომ იყო მომენტი, რომ ადრე ძალიან ბრაზდებოდი ხოლმე რაღაცებზე, მეც ვერ ვიკავებდი თავს და როცა უბრაზდებოდი და გამოვდიოდი მდგომარეობიდან, აი ესე სიტყვებით, რა თქმა უნდა, მეორე ადამიანს უყურებდი და გულში ვლოცულობდი, სხვანაირად არ შემეძლო, რომ არ გავბრაზებულიყავი და გულში ვლოცულობდი და ვეუბნებოდი, გეხვეწები მომითმინე მეთქი. ნუ შენს ნუ გამიბრაზდები, იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია. არის ხოლმე ესეთი ადამიანში უძლური მდგომარეობა, როცა უბრალოდ მეტი არ შეუძლია, მაგრამ გული ეუბნება, რომ ის არასწორია, მაგრამ მეტნაირად ვერ შევა. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ სულს დაუკვირდებით, რომ ჩვენ წამლობა გვჭირდება ყველასგან, აი ზუსტად აი ესეთი წამლობა სჭირდებათ ადამიანებს, ვინ ჩვენ გვერდით არის. და ჩვენი სული მორჩება მაშინ, აი როდესაც სხვასთან მივალთ და მიუხედავად
იმისა, რომ იქიდან განსღავენ, ციხს წამებენ, გინდაც დამსახურებულად, რა მნიშვნელობა, როგორც გინდა იყოს. რომ შენმა სიყვარულმა არ უნდა დააყოვნოს, იმიტომ რომ იმ ქვეყანაზე ჩვენ ერთმანეთის სიყვარულის გარდა ვერაფერს ვერ წავიღებთ საერთოდ. კარგად დაიმახსოვრეთ ეს. მე მინდა რომ თქვენში გაცოცხლდეს მდგომარეობა, რომ გახსოვდეთ მუდმივად გარდაცვალება. ნუ გეშინიათ გარდაცვალების, ნუ გეშინიათ. ეს არის იმ სამყაროში შესვლად, სადაც ღმერთი თავის სიდიადით არის, სადაც ვიხილავთ თავის სიდიადით ღმერთს. ღმერთმა ქნას და მხოლოდ ერთ რამეს გეუბნება, რომ საჭირო არის. იყავი მოწყალე მეორე ადამიანისადმი. მიუტევე შეწოდებანი, ანუ მიუტევე უსიყვარულობა შენ გვერდზე მდგომ ადამიანს. მაგისტვის ავარ ჩვენ. ხომ კარგია მოძღვართა რომ მოდიხართ, მოძღვარი ხო არ განგიკითხავთ. მოდიხართ და იღებთ იმ სანუკვარ შენდობას, რომელიც გაგაბედნიერებთ. აი ზუსტად აი აქედან რომ გახვალთ, აი იგავი რამ სახარებაში რამდენი რამე არის ლამაზად მოთხრობილი, რომ ვალი რო ქონდა ადამიანს, რომ მეფემ რო აპატია და მე რო წავიდა და თავის მოვალეს რო არ აპატია. ყველაფერი მაგაზია, მთელი სახარება მაგაზია, მოწყალებაზეა ყველაფერი. ამიტომ თუ გვიდგას დღეს ასეთი დღე და ეკლესია გვიწესებს, რომ ერთმანეთსადმი შენდობა ვითხოვოთ. მე მინდა რა შენდობა ხადაგებაში არ ვთქვი ახლა სპეციალურად, ახლა კიდე მინდა გითხრათ, რომ მე მინდა შენდობა ვითხოვო, რაზე იცით, აი ერთ-ერთი მამისგან მოვისმინე, უსმენ ხოლმე ახლა მამების ხადაგებებს და ასეთი ძალიან კარგი სიტყვა თქვა ამ ადამიანმა, რომ იცითო რა მაპატიეთო, რომ თქვენო შეიძლებაო ელოდებოდითო ჩემგანო, რომ უფრო მეტ სიყვარულს ელოდებოდით, უფრო მეტ ზრუნვას ელოდებოდითო, უფრო მეტ სიყვარულს ელოდებოდით, უფრო მეტ გულისხმიერებას, უფრო მეტ გინდათ პატიებას შესწომის გამო. მაგრამ ეს შეიძლება მე ვერ გავაკეთებო. აი ამისათვის მაპატიებ. ეს სწორედაც მეც მინდა ასე შენდობა ვითხოვო ჩემი ძმების წინაშე, თქვენს წინაშე, რომ შესაძლებელია მართლაც ძალიან ბევრს მოელოდებოდით ჩემგან, მაგრამ იმის ნახევარიც ვერ გავაკეთე თქვენს წინაშე. იმიტომ რომ სასულიერო პირით უძლური ადამიანია, რომელსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს აღებული საკუთარ თავზე, რომ მეორე ადამიანებს შეეწიოს. პირდაპირ, აი ამაზე სალუკვარი საქმე, რა უნდა იყოს ადამიანისთვის, ვიდრე გინდათ სასულიერო პირობა იმ გაგებით, რომ საქმე პირდაპირ ის არის ადამიანებს შეეწიოს, ადამიანებს აპატიოს. ამაზე მეტი კარგი საკეთებელი რა არის? და სინამდვილეში ჩვენ ხო ამისვისა ვართ. ამიტომ ყველას წინაშე ხა ვინც მოისმენს ამ ხადაგებას, ყველას წინაშე ვითხოვ შენდობას ჩემ მეგობრებისადმი, ვინც არის ვის წინაშეც აი სწორედაც ის სიყვარული ვერ გამოვხატე, რომელიც საჭირო იყო და რასაც ელოდებოდნენ ვერ მივეცი და მე მინდა აგრეთვე თქვა კიდე ასეთი რაღაცა, რომ თუ კი ჩემი შენდობა გასაგებია, რომ მე აქედან ვამბობ, მაგრამ თქვენც ხო გინდათ რომ ითხოვოთ იქით და ამიტომ მე ვამბობ, რომ აი ნამდვილად ჩემ გულში, აი ვისაც გიცნობთ, არ გიცნობთ, ვინც ახართ, ვინც ისმენ ამ ხადაგებას, მე ვიტყვი, რომ ღმერთმა შეგინდოთ სულ ყველას, რაც გაწუხებთ თქვენს გულში, ჩემს მიმართ იქნება ეს, თუ ყველა ადამიანისადმი იქნება, არა აქვს ამას მნიშვნელობა. მე ღმერთი ხო მენდო და ღმერთმა ხო მითხრა, რომ შენ თუ მიუტევებ, მეც მიუტევებ, ხო და მე ვამბობ, რომ ღმერთმა შეგინდოთ. ღმერთმა გაგაბედით. და მეც შევიდეთ. შეგინდოთ უფალო.